გიყვებით ანგელა მერკელის ვიზიტზე მეორე და 10 წლის შემდეგ პირველად საქართველოში. რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მეზერბერგის რეზიდენციაში ვლადიმერ პუტინს ერთ-ერთზე ხვდებოდა. რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც ტრამპმა გერმანიას რუსეთის მძევალი უწოდა. რამდენიმე თვის შემდეგ, რაც შიდა არეულობა მოაწესრიგა და შიდა კოალიციური კრიზისი დროებით დაძლია. ანგელა მერკელი მეოთხე ვადით გერმანიის კანცლერი საქართველოში რამდენიმე საათში ჩამოფრინდება. შეხვდება პრემიერს, მთავრობას, პრეზიდენტს, ოპოზიციას, სტუდენტებს, ღირსეულ პარტნიორობაში ჩართულ გერმანელ ჯარისკაცებს და მივა საოკუპაციო ხაზთან. პროგრამა ორდღიანია. ნახოთ, რას წერს დასავლური მედია. სააგენტო როიტერის ცნობით, მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსულ გაზზე დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა, ანგელა მერკელი აზერბაიჯანში ვიზიტის დროს კასპიისპირეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების გაზდაზე იმსჯელებს. გამოცემის ცნობით, ვიზიტი ხაზს უსვამს მერკელის სურვილს იპოვოს გაზის მოწოდების სხვა წყაროები და ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსეთზე. გერმანიის მთავრობის ცნობით, ბაქოში, სადაც მერკელი საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ გაემგზავრება, ენერგეტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. მათ შორისაა ინფრასტრუქტურის განვითარება აზერბაიჯანიდან გაზის ტრანსპორტირების მიზნით ევროპაში თურქეთის გავლით. Süddeutsche Zeitungის სტატიაში წერია, რომ კანცლერის ვიზიტს მოსკოვით ინტერესით მიადევნებს თვალს. მით უმეტეს, რომ მერკელი გარკვეული გზავნილების გაკეთებას გეგმავს. მასალაში საუბარია პუტინისა და მერკელის ხანგრძლივი საუბრის შესახებ. ამასთან სტატიის ავტორი წერს, რომ სწორედ მერკელმა შეაჩერა საქართველოს უფრო მჭიდროდ დაკავშირება დასავლეთთან, როცა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის დაჟინებული სურვილის საპირისპირო საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაწყების წინააღმდეგ გამოვიდა. ამის შემდეგ ნატოსთან მიმართებაში ახლა ოფიციალურად ღია კარის პოლიტიკა მოქმედებს. თავის სოლიდარობას მერკელი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაღუპულ მეომართა მემორიალის გვირგვინის შემკობით გამოხატავს. ესეც ფრაგმენტია სტატიიდან. მერკელის კავკასიური ტურნე პუტინისთვის სიგნალია. ასეთი სათაურით ეხმაურება გერმანული გამოცემა დივალტი ქვეყნის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში დაგეგმილ ვიზიტს. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთი ნაკადი 2 გასადენის მშენებლობის გამო გერმანია რუსეთზე ხდება დამოკიდებული, მერკელის ვიზიტმა შესაძლოა ეს შეცვალოს, წერს ველტი. გამოცემის მტკიცებით, საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა და მთიან ყარაბაღში არსებული დაძაბულობის ფონზე მერკელს სურს აჩვენოს, რომ ევროპა არ დატოვებს უპასუხოდ რუსეთის ქმედებებს მის უკანა ეზოში. და ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ მერკელმა კავკასიური ტურნეს დროს აქცენტი ადამიანის უფლებებზე უნდა გააკეთოს, შრომის უსაფრთხოებაზე, ნარკოპოლიტიკაზე და სამართალდამცავების უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. ანგელა მერკელი, კანცლერი მეოთხე ვადით, დარჩენილი აქვს მმართველობის 3 წელი. Forbes-ის მიხედვით 10 ჯერ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალადაა დასახელებული. მასზე დიდხანს კანცლერის პოსტზე მხოლოდ 2 პოლიტიკოსი, კონრად ადენაუერი და ჰელმუტ კოლი მუშაობდა. კანცლერის პოზიციები დღეს უკიდურესად შესუსტებულია. მერკელის პარტიის რეიტინგი საუკუნის მინიმუმს უტოლდება და დაახლოებით 30%-ია. დღეს მერკელს უმძიმესი ურთიერთობა აქვს ჰორსტ ზეჰოფერთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან და ბავარიული პარტიის თავმჯდომარესთან. თავად ანგელა მერკელი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარეა. ბოლო არჩევნებით ქვეყანას კოალიცია მართავს, რომელშიც შედიან მერკელის პარტია და ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირი, ანუ როგორც გერმანიაში ამბობენ, დაძმა პარტია. მთავრობის ჩამოყალიბებაში მათ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია მერკელის ყოფილი პარტნიორები დაეხმარნენ. ბუნდესტაგში ასევე შედიან ალტერნატივა გერმანიისთვის, თავისუფალი დემოკრატების პარტია, მემარცხენეები, მწვანეები და 2 უპარტიო დეპუტატი. დღეს ალტერნატივა გერმანიისთვის ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა და დიდი პოლიტიკური წნეხის ქვეშ ყავს გერმანიის მმართველი კოალიცია. მიგრაციის კრიზისით გამოწვეულ გამოცდას ივნისში გაუძლო, მაგრამ მისი პოლიტიკით უკმაყოფილოთა რიცხვი, შიდა კოალიციური დაპირისპირება და რადიკალურ პარტიათა პოპულარობა იზრდება.